გამარჯობა, ვაგზელებ საუბარს ადამიანის საჭისმომლებელი ტრაქტის სისხლმომარაგებაზე. დღეს განვიხილავ კუჭის ვენურ სისხლმომარაგებას, კუჭის ვენურ გადინებას. მოცემულ სლაიდზე ვხედავთ ჩვენ მარჯვენა მხარეს მაკროპრეპარატს, სადაც ვენური სისტემა შეღებილია უკეთესი გაგებისათვის, ხოლო მარცხენა მხარეს არის ნახატი, სადაც პრინციპში ნაჩვენებია მთელი პორტული სისტემა. დასაწყისისთვის ვახსენოთ ის თუ პორტული სისტემა რას წარმოადგენს. იგი, რა თქმა უნდა, ვენური სისხლით არის წარმოდგენილი, თუმცა დატვირთული არის დაშლის პროდუქტებით, რომელიც თავის მხრივ არის საკვები ნივთიერებები, სხვადასხვა, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ასევე დატვირთული არის ჰორმონებით, იმ მედიკამენტებით, რომლებიც ღვიძლით განიცდის თქვა დაშლას, ეს კიდე ცალკე თემა არის, არც ამას არ შევეხები, უბრალოდ ვიცოდეთ, რომ პორტულ სისტემაში, ანუ ამ ვენურ სისტემაში მოხვედრილი სისხლი საკმაოდ მდიდარი არის სხვადასხვა ნივთიერებით და ამიტომაც ხდება ღვიძლში შემდეგი გადამუშავებისათვის. თვით ვენა პორტა არის აი ეს, რასაც ვხედავთ, აი აქაც კარგად ჩანს, აი ეს არის ვენა პორტა, ანუ იგივე კარის ვენა, რომელიც თავის მხრივ, ესეც უნდა ვახსენოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, 70-75% სისხლით ამარაგებს ღვიძლს. ანუ 70-75% ღვიძლი მარაგდება სისხლით ვენა პორტის დახმარებით. და დანარჩენი 20-25% არის უკვე ღვიძლის საკუთარი არტერიის დამსახურებით, რომელიც თავის მხრივ ბიფურკაციას განიცდის როგორც წესი, მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად, ტოტები არის. და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენა პორტა უზრუნველყოფს სისხლით მომარაგებას ღვიძლისას, ხო? ძირითადი სისხლმომარაგება ხდება ამით, ეს პროცენტული მაჩვენებელი ამას გვეუბნება. ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს სისტემა, კარგად უნდა გვესმოდეს. ამიტომაც ახლა განვიხილოთ უშუალოდ კუჭიდან ვენური გადინება ამ ვენა პორტასკენ, რომელიც ძირითადი ვენებით ხდება და ასევე დამატებითებზეც ვისაუბროთ. დავიწყოთ, რა თქმა უნდა, როგორც არტერიებზე საუბრისას დავიწყეთ კუჭის მარცხენა ვენით, ანუ კუჭის მარცხენა ვენა არის აი ეს, აქ კარგად ჩანს. ამ მაკროპრეპარატზე კუჭი ნაწილობრივ მოცილებულია, აი როგორც ხედავთ, ღვიძლის მოცილებულია, რომ თვით ვენა პორტა კარგად ჩანდეს და მასში შემავალი დიდი ტოტები შესაბამისად გვიწევს აი ასე საუბარი, აი მარცხენას აქ კარგად ხედავთ, ახლა კუჭის მარცხენა ვენას, ხო? ეს შემდგომი ვენაა, ვახსენებ ამასაც, აი ეს არის მარცხენა. მარცხენა თავის მხრივ მცირე სიმრუდეზე, აი ამ ნაწილზე, კუჭის მცირე სიმრუდეზე უკავშირდება კუჭის მარჯვენა ვენას, რომელიც თავის მხრივ, როგორც წესი, ჩაედინება უშუალოდ ვენა პორტაში. თუმცა გამონაკლისი არსებობს და შეიძლება ესე წრეც ქმნიდეს და მარცხენაში ჩაედინებოდეს, კუჭის მარცხენაში, აქ წრედი იყოს და თავის მხრივ მარცხენა კი ჩაედინება, რა თქმა უნდა, კარის ვენაში, ანუ ვენა პორტაში. ანუ აი ესეთი წრედი შეიქმნა, ეს რა თქმა უნდა, აქ არის მცირე ბადე-ქონში არის ეს ყოველივე განლაგებული, ესეც კარგად უნდა გვესმოდეს და თავის მხრივ აი ტოტები არის უამრავი, რომელიც ანასტომოს ამყარებს აქეთ ამ მხარეს დიდ ვენურ სისტემასთან კავშირს, ანუ ანასტომოს ამყარებს და შესაბამისად აი ესე ჩაედინებიან აი ამ ნაწილში. ანუ ვახსენეთ მარცხენა თავის მხრივ თქვათ ის, რომ აი იღებს როგორც აი აქ ხედავთ აი ესეთი აღმავალია, ეს ტოტიც უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, ანუ წინა და უკანა ტოტი გვაქვს აი ესეთი აღმავალი კარდიალური ნაწილისაკენ, ანუ კარდიალური ნაწილიდან და საყლაპავიდან მოაქვს ვენური სისხლი, აქეთკენ მარცხენა მხარეს, ეს უკვე ფუნდუსია, ანუ ფსკერიდანაც მოაქვს და სხეულიდან მცირე სიმრუდე მთლიანად და მარჯვენაზეც ხო იგივეს თქმად შეგვიძლია მცირე სიმრუდეს მოიცავს და რა თქმა უნდა აქ გვაქვს პრეპილორული და პილორული ნაწილი, საიდანაც ასევე ვენური სისხლი გაედინება კუჭის მარჯვენა ვენით. ეს ვახსენეთ, ახლა გადავიდეთ მეორე მხარეს, დიდ სიმრუდეზე და რა თქმა უნდა ფსკერისაკენ, ფუნდუსისაკენ. დავიწყოთ ზემოდან, პროქსიმალური ნაწილიდან, აქ კარგად არ ჩანს, აი ამ ნაწილში აი ეს მცირედ არის, ანუ აქ ხვდებით ხო, ფუნდუსი უნდა იყოს განლაგებული, ეს ელენთა არის. მარტივად ხვდებით ალბათ ამას, მაკროპრეპარატზე კარგად ჩანს, ანუ აი აქ რაც არის ეს ელენთა და მოკლე ტოტებიც გვაქვს, როგორც არტერიებში იყო. ნუ აქაც შეიძლება დაახლოებით 8-მდე შეგხვდეს, 10-მდე შეიძლება, ლიტერატურას გააჩნია და საკმაოდ ისეთი ვარიაციულია, არ გაგვიკვირდეს და მოკლე ტოტები თავის მხრივ აი ჩაედინება, სად აი ვხედავთ ხო, ელენთის ვენაში, ხო? აი აქაც ასე არის ნაჩვენები, ნუ აი ეს ზედა პოლუსის არის, ბიფურკაციას ხო განიცდის აქ ეს ელენთის ვენა, აი ეს არის ელენთის ვენა.
და შესაბამისად ეს მოკლე ტოტები, რომ თქვათ, ჩაედინება მასში. და ელენთის ვენა კი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დაუკავშირდება, აქაც სხვადასხვა ვარიაციები გვხდება, შეიძლება თქვათ, ჯორჯლის ზედა ჩაერთოს უშუალოდ, ან უშუალოდ ვენაპორტას, როგორც წესი ვენაპორტაში ჩაედინება. აი, კარგად ხედავთ, აი ეს არის ელენთის ვენა. ანუ ეს მოკლე ტოტები, კუჭის მოკლე ტოტები ჩაედინება აქვს. აი ეს ფუნდუსიც ვახსენეთ, ანუ მარცხენაც ვახსენეთ, კარდიალური აღმავალი, წინა უკანაც. ახლა ვახსენოთ უკვე კუჭ-ბადექონის მარცხენა, აი ხედავთ ხო, ეს ნაწილი, აი მარცხენა მხარეა, დიციმრუდეზე, აქედან მომავალი ჩაედინება ელენთისაში და ელენთა უკვე ისა უფრედ ბევრი მიემართება, რა თქმა უნდა, კარის ვენისაკენ. და მარჯვენა კუჭ-ბადექონის ასევე, რომელიც თავის მხრივ ან უშუალოდ ვენაპორტაში ჩაედინება, ან როგორც წესი, ჯორჯლის ზედა ვენაში, აი ეს არის ჯორჯლის ზედა ვენა. აქ მეორე მხარეს რასაც ხედავთ, აი ამას. ეს არის ჯორჯლის ქვედა ვენა. კარგად უნდა გვესმოდეს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ეს ჯორჯლის ქვედა ვენა, ხო, უშუალოდ შეიძლება ვენაპორტაში ჩაედინებოდეს და არა ელენთისაში, ან უშუალოდ შეიძლება ჩაედინებოდეს ჯორჯლის ზედა ვენაში, ესეთი გამონაკლისებიც არის. ნუ აქ როგორც წესი ყველაზე ხშირად როგორც ხდება, ისეთი ნახატია ნაჩვენები. ესე იგი, კუჭ-ბადექონის მარჯვენაც ვახსენეთ, მარცხენაც, დიდი სიმრუდე მთლიანად თუ რითი ხდება ვენური გადინება სისხლის, ვთქვით, რა სისტემით. ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე იშვიათ ტოტებზე, კუჭის უკანა ვენაზე, რომელიც როგორც წესი გვხდება 40-დან 60%-ში. ლიტერატურას გააჩნია, რას ვამუშავებთ. კუჭის უკანა ვენა ელენთის ვენაში ჩაედინება. აქ ნაჩვენები არ არის. არც აქ არ ჩანს, უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ელენთის ვენაში ჩაედინება და მიემართება უკანა ზედაპირზე კუჭისა ესე და სიგრძეც განსხვავებული იქნება და შესაბამისად ვენური სისხლი მიაქვს ისევ და ისევ ელენთის ვენაში, როგორც წესი. ან შეიძლება ესეთი შეგვხვდეს, ან კუჭის უკანა ვენა პროცენტულობას თქვით 40-60%, გარდა ამისა არის პრეპილორული ვენა, ანუ იგივე მეიოს ვენა, ეს ძმები მეიოები რომ იყვნენ, მათი სახელობის ვენა არის, რომელიც წინა ზედაპირზე არის, პილორუსის არის პრეპილორული ქვია, თუმცა აი პილორუსის არეში არის და ეს როგორც წესი არის ხოლმე ეს საორიენტაციოდ თუ პილორუსი სად მდებარეობს. რა თქმა უნდა, პალპაციითაც შეგვიძლია მარტივად მიხვდეთ თუ პილორუსი სად არის, მაგრამ როგორც წესი, აი ამ ნაწილში არის განლაგებული, არც აქ არა ჩანს და ესეც არ არის მუდმივი. თუმცა ხშირად გვხდება ხოლმე მუშაობის დროს ძალიან ხშირად ხედავთ მას, საკმაოდ მსხვილი ვენა არის და პრეპილორულ ნაწილში არის და როგორც წესი არის პილორუსის საორიენტაციო ნიშანი, ანუ შეგვიძლია ამითი მეიოს ვენით მივხვდეთ, რომ აი იმ ნაწილში არის პილორუსი. ან წინა ზედაპირზე, ესეც ვახსენეთ. გარდა ამისა, გვაქვს რეტროგასტრალური ვენები, ანუ რეტროგასტრალური ვენები უკანა ზედაპირზე არსებული ვენები არის, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება ჩაედინებოდეს, აი უკან რო წარმოვიდგინოთ, ელენთის ვენაში, ან ჯორჯლის ქვედა ვენაში, აი ამ ნაწილში და მარტივად ხვდებით, ხო, ახლა უკანა მხარეს განლაგებული არის, ან ამაში ჩაედინება, ან ამაში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უხვად შეიძლება შევხვდეს პანკრეატო გასტრალური ვენები, აქ ხო უკანა მხარეს კუჭის უკან განლაგებული რეტროპერიტონეუმში არის პანკრეასი და პანკრეასიდან აი ეს ანასტომოზები მყარდება მის ვენურ სისტემასთან და ამ ნაწილს ქვია პანკრეატო გასტრალური ვენები და შეიძლება ის იყოს 5-6, ესეც საკმაოდ ინდივიდუალურია, არ უნდა გაგვიკვირდეს. ანუ მუშაობის დროს, როდესაც თქვათ განცალკევებას ვახდენთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთი ვენები თუ შეგხვდა. გარდა ამისა, როგორც ხედავთ, საკმაოდ უხვია და ბევრი ვენა გვხვდება, არ უნდა გაგვიკვირდეს. შეიძლება შევხვდეთ კუჭის ქვედა ვენას, რომელიც თავის მხრივ იშვიათი არის, იგი მოიცავს პილორუსის არეს, ანუ წარმოიდგინეთ, აი ამ არეში რო იყოს და ჯორჯლის ზედა ვენაში ჩაედინება. აი აქეთ ამ მხარეს უკავშირდება. აქაც ეს არ არის ნაჩვენები, ბუნებრივია, საკმაოდ იშვიათია და აქედან გამომდინარე. გარდა ამისა, ასევე გვაქვს კუჭის უკანა დამატებითი, ხო ვახსენეთ კუჭის უკანა ვენა, რო ვთქვით, რომ ელენთის ვენაში ჩაედინება. არის ასევე დამატებითი, ესეც იშვიათია საკმაოდ, რამდენიმე პროცენტში გვხდება ხოლმე და როგორც წესი, იგი უზრუნველყოფს კუჭის უკანა კედლის, როგორც კუჭის უკანა ვენა, ესეც
დამატებითიც კუჭის უკანა კედლის ვენურ გადინებას და როგორც წესი ისიც ჩაედინება ელენთის ვენაში. არც ეს არ უნდა გამკვირდეს, თქვა უკანა ნაწილში თუ შევხვდით შედარებით მსხვილს, მაგალითად აი პანკრეატო-გასტრალური ვენებისაგან განსხვავებით, ისინი წვრილია, ეს ორი კუჭის უკანა და კუჭის უკანა დამატებითი შეიძლება შედარებით მსხვილი იყოს და ჩაედინება ელენთის ვენაში. აი წარმოიდგინეთ, აი ამ ნაწილში, უკანა ნაწილში აქ რო ჩაედინებოდეს. ესეც არ უნდა გამოგვიკვირდეს. გარდა ამისა, კიდევ არის როგორც ასეთი აღწერილი, ეს არის სწორი კარდიალური ვენა, რომელიც თავის მხრივ, აი ზედა ნაწილში, ეს კარდიალური ნაწილში, თავის მხრივ კარის ვენაში უშუალოდ შეიძლება ჩაედინებოდეს. ან უკან იყოს ესე ასწვრივად განლაგებული და კარდიალური ვენაც ცალკე რო შევხვდეს, ხო გვაქვს ჩვენ კარდიალური წინა და უკანა, ან დამატებით შეიძლება კიდე ცალკე იყოს და უშუალოდ ჩაედინებოდეს კარის ვენაში. ანუ ასეთი შემთხვევაც არის აღწერილი. მე არ შემხვედრია, თუმცა ლიტერატურაში ვხვდებით და არ უნდა გაგვიკვირდეს. პრინციპში კუჭის მხრივ, რისი თქმაც მინდოდა, სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.